ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქციებში. ეველინ ფარკასი, უნგრელი ემიგრანტი, ობამას დროს პენტაგონში მუშაობს. ბაიდენის დროს მაკკეინის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. დღემდე ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია. მუშაობს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებზე. უკრაინის ომის საკითხებში აქტიურად არის ჩართული. საუბრობს ამერიკის სახელით. გამოხატავს ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესებს. ლობირებს Deep State-ის შეხედულებებს. სხვანაირად ვერც მაკკეინის ინსტიტუტში იქნება. შემთხვევითი არ არის, რომ 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 6 თვეში, ის საქართველოში ჩამოდის და საერთაშორისო კონფერენციაში, დიდება უკრაინაში მონაწილეობს. შემდეგ სკანდალურ ინტერვიუს რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს აძლევს. 3 წლიანი დისტანციიდან უკეთესად ჩანს ყველა ის პროცესი, რომელიც მაშინ დაიწყო და ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც დავტექით. სამხედრო მოძრაობებმა ფინეთსა და შვედეთის მიმართულებით და პუტინის კომენტარებმა დაარწმუნა ფინეთისა და შვედეთის მთავრობები და ხალხები, რომ დადგა ნატოში გაწევრიანების დრო. ეს იყო მომენტი, როცა ეს მათ მოისურვეს და ნატოს წევრებსაც სურდათ ამ ქვეყნების მიღება. შვედეთმა და ფინეთმა გამოდის, რომ სადღაც შორს თვალი მოკრეს რუსეთის სამხედრო მოძრაობებს და მაშინვე ნატოს შეაფარეს თავი. საქართველოს კი, რომლის ტერიტორიაზეც ამ აგრესიული რუსეთის ჯარი დგას და რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსეთის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშაა რუსეთისგან, რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო. ლოგიკას ნუ მოვძებნით. Deep State-ის ნარატივს მივყვეთ. მისი ნარატივი არა მხოლოდ ლოგიკასთან, მოგვიანებით დავინახავთ, რომ რეალობისგანაც ძალიან შორს დგას. ფარკასის ხედვით, რუსეთი უკრაინაში ვერ იგებს. ვლადიმირ პუტინი ვერ იგებს უკრაინაში. ამიტომაც, როცა ის ესტონეთს ემუქრება, რასაც გასულ კვირაში აკეთებდა, მე ვამბობ, არ მიაქციოთ ყურადღება. ის ამას ამბობს მხოლოდ დასავლეთის დასაშინებლად, რომ ჩვენ არ მივაწოდოთ უკრაინას გაზრდილი მხარდაჭერა. მას ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. დააკვირდით, ფინეთს და შვედეთს რუსეთის საფრთხისთვის ყურადღება უნდა მიექციათ. საქართველოს კი შეუძლია არ მიაქციოს. ჟურნალისტი მას ფრთხილად შეახსენებს. რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს და პრობლემების გაზრდა შეუძლიაო, რაზეც ფარკასი პასუხობს. ასე დარწმუნებული ხართ? ვინაიდან არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი, რომ პრობლემები გაზარდოს საქართველოში? მე რა? არ ვიცი. მაინც ვერ გაიმარჯვებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ ინტერვიუს ყველაზე სკანდალური ნაწილია. მაკკეინის ინსტიტუტის მაღალტიტულოვანი პირი პირდაპირ ამბობს. Deep State-ს მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი აქვს. მერე რა თუ რუსეთს რესურსი აქვს და პატარა საქართველოს შეუტევს. ის ვერ გააკონტროლებს საქართველოს და საბოლოოდ დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარეს ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში ვართ უკრაინის მხარეს. ვჯერა, რომ საქართველოსაც აქვს თავდაცვის უფლება. ფარკასი საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს. ამიტომაც უფრო თავისუფალია. მას შეუძლია როგორც ექსპერტმა ომის ნარატივი დაუფარავად განავითაროს და მეორე ფრონტის გახსნა გვირჩიოს. გამოდის, რომ ბრძოლა არის ის ერთადერთი, რასაც ჩვენგან მოითხოვენ და რასაც თანამშრომლობაში გვითვლიან. ახლა კი არ ვიბრძვით. ამიტომაც შფოთავენ. მაშფოთებს ისიც, რომ ვერ ვხედავ ქმედებას. წარსულში რასაკვირველია იყო ავღანეთი და იქ ერთად ვიბრძოდით, რასაც ძალიან ვაფასებდი, მაგრამ დღეს ახალი გამოწვევებია. და როცა პატარა ქვეყნის მთავრობა ხარ, პატარა ქვეყნებმა უნდა გამონახონ გზა, სადაც შეუძლიათ წვლილი შეტანა იმისთვის, რომ მოიპოვონ ადგილი მაგიდასთან. დღეს ამას ვერ ვხედავ. ავღანეთის გამოწვევა წარსულში იყო. მაშინ ფრონტის ხაზზე ვიდექით, ვიბრძოლეთ. 32 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მოგვიანებით თავის სხვა მისიებშიც გამოვიჩინეთ. ერაყში, კოსოვოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში. უკრაინა ახალი გამოწვევაა. ელიან რომ ახლაც წინა ხაზზე უნდა ვიდგეთ. წინა ხაზი ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფრონტის ხაზია. მართალია, მისიებში მონაწილეობით საქართველოს მხოლოდ მსხვერპლი გაიყო. ნატოს მაგიდასთან ადგილი კი მაინც ვერ მოიპოვა, მაგრამ ახალ მაგიდასთან ახალი სკამი მაინც შემოგთავაზეს. ამ მაგიდას ამჯერად ევროკავშირი ჰქვია. ფარკასი გვაფრთხილებს. მომენტი ახლა დგას და ხელიდან არ გაუშვათო. მე რაც მაშფოთებს, ეს არის მომენტი, რომელსაც საქართველოს და საქართველოს ხალხი უშვებს ხელიდან. უკრაინასა და მოლდოვას საკმაოდ მალე შეიყვანენ ევროკავშირში. და რა მოუვა კონტექსტს დავაკვირდეთ.
Deep State-ის გავლენიანი ექსპერტი გვეუბნება, თუ წინა ხაზზე არ გადახვალთ, თუ არ იომებთ, თუ რუსეთის წინააღმდეგ არ იმოქმედებთ, ვერც ევროკავშირის წევრი გახდებითო. უკრაინა გახდება, რადგან ის იბრძვის. მოლდოვა გახდება, იმიტომ რომ მზად არის წინა ხაზზე გადავიდეს. დიახ, თუ გვინდა მაგიდასთან დავსხდეთ, ჯერ Deep State-ის ინტერესებს უნდა შევეწიროთ. მერე რა თუ დაგვარტყამენ, გვესწრიან, სისხლი დაიყრება, 2008 წელსაც დაიღვარა. ტერიტორიები დავკარგეთ. მერე რა თბილისი ხომ გადარჩა. გეგმაა რომ ახლაც რამე გადარჩება. ფარკასი დასკვნის სახით ამბობს. რაღაც უნდა მისცე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს, თუ კი გინდა ამ თანამეგობრობის წევრი იყო. მაგრამ ჩვენ ეს თანამეგობრობა, როგორც ნატო, ისე ევროკავშირი, გვინდა საკუთარი ტერიტორიებისა და საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, საკუთარი იდენტობის გადასარჩენად. Deep State კი გვეუბნება, ჯერ ჩვენთვის იომეთ. მოკვდით და რაც დარჩებით ევროკავშირის მაგიდასთან დაგვსვამთო. ფარკასი ბუნებრივია ასე შორს არ მიდის. მხოლოდ ახლო მომავლის პერსპექტივაზე გვესაუბრება. იმასაც, რასაც შორს ხედავს, როგორც ჩანს იმდენად სახიფათოა არც გვეუბნება, ან რეალობის განცდა საერთოდ არა აქვს. ისევე როგორც Deep State-ის პოლიტიკას. ფარკასი ამბობს, რომ ეს რაღაც, რაც საქართველომ დასავლეთს უნდა მისცეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა. სანქციები ნამდვილად ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქციებში, რადგან არ არსებობს სხვა გზა სამხედრო გზის პარალელურად, რომელშიც ჩართვაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას და ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გვსურს. თუმცა ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ვაწარმოებთ, არის ეკონომიკური და ძალიან სასარგებლო იქნებოდა თუ კი ყველა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა, მეტად შეუწყობდა ხელს სანქციებს. ხომ გასაგებია, ფარკასმა სანქციები პირდაპირ დაუკავშირა ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. ანუ მთელი ეს ხმაურიანი და დაძაბული პროცესი, რომელიც ჩვენს თვალწინ დღემდე თამაშდება, საერთო არაფერი აქვს არც რეფორმებთან, არც ღირებულებებთან, არც დემოკრატიის ხარისხთან. საქართველო ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ლიდერ ქვეყნად. უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. ფარკასის ინტერვიუმდე 2 თვით ადრე უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. საქართველოს კი არა. Deep State-ის ექსპერტი პირდაპირ გვეუბნება, ჯერ სანქციები და მერე სკამები. მას შეუძლია ღიად ისაუბროს. ექსპერტია. ამერიკის ელჩს საქართველოში ასეთი ფუფუნება არა აქვს. ამიტომაც ქართული ოცნების ლიდერებს კულისებში ხვდება. 2022 წლის დასაწყისში ერთ თვეში ორჯერ შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, ერთხელ საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრები მედიის ობიექტივში მოხდა, მაგრამ არის საიდუმლო შეხვედრებიც. მათი ანონსი, რა თქმა უნდა, მედიაში არ ჩნდება. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დეგნანსა და პაპუაშვილს შორის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს შედგა. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს შეხვედრა ზუსტად 3 წლის შემდეგ გაიხსენა და 2025 წლის 28 თებერვალს საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. პირველი რითაც მან საუბარი დაიწყო, იყო დაბნეულობის და იმედგაცრუების გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოჩნდებით ჩართული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, არც ნატოს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს. ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხირისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. Deep State თითქოს მართლაც დარწმუნებულია. შემთხვევითი არ არის, რომ ფარკასი გამოიყენებს ტერმინს ეკონომიკური ომი რუსეთთან. მიაჩნია, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს, 24 თებერვალს, ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდს მიიღებს. ახალ სანქციებს შემოიღებს ჯონსონიც. ბრიტანეთის პრემიერი იტყვის, რომ რუსეთს მასიური სანქციები ელის. ბრიუსელში ფონ დერ ლაიენი განაცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკას ასუსტებს. საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იტყვის, რომ სანქციები მხოლოდ საქართველოს ინტერესებს და ქართველ ხალხს დააზარალებს. ამიტომაც მის შემოღებაზე უარს იტყვის. მაშინვე დაიწყება საპროტესტო გამოსვლები. ნინო ლომჯარია იტყვის, რომ ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებს.
საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას. ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის, ჩვენი ბრძოლაცაა, ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის. ხატია დეკანოიძე ხელმოსაწერად ონლაინ პეტიციას გაავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი, არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას. Deep State-ის რუპორი რადიო თავისუფლება 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას ასე და ასათაურებს. პასუხი რუსულ ოცნებას, მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. Deep State-ის მიერ დაფინანსებული ჯგუფები ოპოზიციაში და NGO სექტორში გამოვლენ და იტყვიან, რომ ხალხი ისტორიის სწორ მხარეს დგას. უკრაინას გულშემატკივრობს. ხელისუფლება კი რუსეთის ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტი ზელენსკიც მადლობას მხოლოდ ქართულ ხალხს უხდის. შემდეგ სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას. მინდა რომ გამოხვიდეთ ქუჩებში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, თქვენც დამარცხდებით. ასეთივე ნარატივი აქვს Deep State-ის ექსპერტსაც. ისიც თვლის, რომ ხალხს უნდა დემოკრატია, უკრაინის დახმარება, ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ხელისუფლებას არა. ამიტომაც არც შესაბამის მზაობას აჩვენებს. 3 წლის განმავლობაში გლობალური დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ 16 სასანქციო პაკეტს მიიღებს. შეზღუდავს ენერგორესურსების იმპორტს. რუსულ ბანკებს გამორთავს საერთაშორისო ფინანსური სისტემებიდან, მათ შორის SWIFT-დან. დააწესებს პირად სანქციებს. დახურავს საჰაერო სივრცეს, შეზღუდავს ტექნოლოგიურ ექსპორტს. ფარკასი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთს ეკონომიკური ომი დაასუსტებდა და დაამარცხებდა. ასეთ ილუზიებს ის სწორედ ამ ინტერვიუში გვიხატავს. მე ვთვლი, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და მჯერა, რომ ის გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის ნების და იმის გამო, რაც მათ გამოსცადეს თავიანთი ბრძოლის ისტორიის მანძილზე. რუსეთს არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები. ის ახლა სანქციების ქვეშ არის, რაც მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ცდომა ტექნოლოგიებზე საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის გავლით. მათ აგრეთვე გამოელევათ ფული, რადგან მათი ნავთობისა და გაზის მომხმარებლები სხვაგან ეძებენ ენერგორესურსებს. ბევრი მიზეზია, რატომაც რუსეთი შეიძლება დამარცხდეს და უკრაინამ შეიძლება გაიმარჯვოს. საქართველომ კი ამ ექსპერტის თქმით, ნატოსკენ და ევროკავშირისკენ გზა უნდა განაგრძოს. ეს გზა კი როგორც თავშივე გვითხრეს, მსხვერპლს მოითხოვს. რაღაც უნდა მივცეთ დასავლეთს. Deep State-ის გლობალურ ინტერესებს უნდა მოვემსახუროთ. მერე რა თუ ქვეყანა დაინგრევა, სამაგიეროდ გლობალიზაციის იდეა გადარჩება და ჩვენც ამ იდეისთვის უნდა მოვკვდეთ. გამოდის, რომ ჯერ უნდა მოვკვდეთ, რომ მათი აღიარება მივიღოთ. ჯერ 2008 წლის ომმა საქართველოში. ახლა კი 2022 წლის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ არც ნატო ამზად ახალი წევრების მისაღებად და არც ევროკავშირი. ომის წინ თუ ნატოს შტაბიდან აცხადებდნენ იომეთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებითო, მოგვიანებით თქვეს. სანამ რუსეთი არ დამარცხდება, არანაირი წევრობა პერსპექტივაში არ იქნებაო. უკრაინასაც მსხვერპლის გაღება მოსთხოვეს, თანაც ძალიან ღიად და პირდაპირ მოუწოდეს. ბოლო უკრაინელამდე იომეთო. ომიდან 2 წლის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა. ქართულმა ოცნებამ რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე სწორი პოზიცია დაიკავა. დაიცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არა Deep State-ის.